ნაციონალურმა მოძრაობამ ჩხოროწყუში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა. ღონისძიებას პარტიის ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ესწრებოდნენ. გამგებლის კანდიდატთან ერთად რაიონის 13 თემის მაჟორიტარის დასახელდა. გიგი უგულავამ და გიორგი ბარამიძემ შეგრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაჩერებულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა პროექტი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩერდა, ბოლომდე იქნება განხორციელებული. ჩვენ ამ რეგიონში გეგმავთ გამარჯვებას მთელ რიგ რაიონებში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი წყობრი გეგმა, როგორ ავამუშავოთ ეკონომიკა. ჩვენი ამოცანა და დევიზიც ამ არჩევნებში არის ავამუშავოთ საქართველო იმისათვის, რომ ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანა ისე როგორც თითოეული ჩვენი რეგიონი, თითოეული მუნიციპალიტეტი ვითარდებოდეს და წინ მიდიოდეს და ხალხი დავასაქმოთ. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც გამოცდილებით, საქმისკეთებით მოვდივართ დღევანდელ დღემდე. ჩვენ 2012 წლამდე ჩვენ რაიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები, ბევრი სიკეთე გეკეთებია და დღევანდელ დღეს, როცა წელიწადნახევარია უძრაობის ხანა ჩვენ რაიონს, ჩვენ პირდებით მოსახლეობას, რომ მაგათი თანადგომით რაიონში ყველაფერი გაკეთდება.